დღეს განსაკუთრებული ორცხობილების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ეს ფხვიერი ორცხობილები არის საოცრად გემრიელი და მისწრებაა ცხელი ჩაისთან და ყავასთან. თასში მოვათავსოთ დარბილებული 120 გრამი კარაქი. დავამატე 80 გრამი შაქრის ფხვნილი, წიკვი მარილი, ვანილი და გავთქვიფოთ. შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ გაზარდოთ 100 გრამამდე, თუ უფრო ტკბილი გიყვართ. მე ჩვეულებრივი შაქარი დავფქვი ყავის აფქვავში და ის დავამატე. ორი კვერცხიდან ვამატებ ერთ მთლიან კვერცხს. მეორე კვერცხიდან ვამატებ მხოლოდ გულს, ცილას კი ცალკე თასში მოვათავსებ და გადავდგამ გვერდზე. თქვენ კი თუ დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ და დაგვიკომენტაროთ, ჩვენ ყოველთვის გიპასუხებთ. ვამატებთ 250 გრამ ფქვილს. ამ ფქვილიდან რამოდენიმე სუფრის კვერცხს გადავინახავ ბოლოს დასამატებლად. ფქვილს კი დავამატე 1 ჩაის კვერცხი გამაფხვიერებელი, ჯერ მიქსერით შევურიე, ბოლოს სილიკონის კვერცხით. ეს ცომი თვალზომით გავყავი, 1/3 გადავიტანე ცალკე თასში. აქ მაქვს უფრო ნაკლები ცომი და დავამატე 1 სადილის კვერცხი კაკაო. კაკაო კარგად შევურიოთ ცომს. ცომი არის სველი და ითხოვს ფქვილს, ამიტომ გადანახული ფქვილიდან 1 სადილის კვერცხი დავამატე და უნდა მოვზილოთ აი ასეთი ცომი, რომელიც ხელებზე არ გვეკრობა. დავაფაროთ და დავტოვოთ დროებით, ჩვენ კი მივუბრუნდეთ 2/3 ცომს, ეს ცომი ორჯერ მეტია კაკაოიან ცომზე. დავამატოთ ის დარჩენილი გადანახული ფქვილი მთლიანად და ესეც მოვზილოთ, უნდა მივიღოთ აი ასეთი ცომი, რომელიც ხელებზე არ გვეკრობა. დავაფაროთ ამასაც და ორივე ცომი შევდგათ მაცივარში 20 წუთით მაინც, რომ გაცივდეს. ჩვენ კი მოვამზადოთ საგულე, ეს გადანახული 1 კვერცხის ცილა მაქვს, რომელსაც დავამატებ 1 სადილის კვერცხს შაქარს. აქ შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაამატოთ და მწიკვი მარილიც. გავთქვიფოთ გათეთრებამდე. ვამატებ 1 სადილის კვერცხს კაკაოს. ცოტა გავთქვიფე კიდევაც, რომ კაკაო კარგად შეერიოს. დავამატე მოხალული და დაბლენდერებული 50 გრამი თხილი. შეგიძლიათ დაამატოთ ნიგოზი ან რომელიმე სხვა თხილეული. უკვე გადავურიე კვერცხით, კარგად შევურიე და ჩვენი საგულე მზად არის. დროებით აქვე გადავდგათ, მალევე დაგჭირდება, ჩვენ კი გამოვიძღოთ მაცივრიდან ორივე ცომი. ჯერ ვათხელებ თეთრ ცომს. სანამ ამას ვათხელებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ, გააზიაროთ და აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, თქვენ აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვათხელებთ, რამდენადაც შეიძლება გათხელება, სიდიდეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გაათხელეთ თქვენ სურვილზე, რომ რულეტი გადაახვიოთ. გათხელებულზე გავშალოთ ცილის და თხილით მომზადებული საგულე. კარგად გავათანაბროთ და ერთი ბოლოდან გადავახვიოთ. თქვენ კი თუ დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ და დაგვიკომენტაროთ, ჩვენ ყოველთვის გიპასუხებთ. მივიღებთ ასეთი თეთრი რულეტი, აქვე დავტოვოთ, რადგან ეს შავი ცომი უნდა გავათხელოთ რულეტის სიდიდისა. ზუსტად ამ თეთრი რულეტის სიგრძისა გავათხელოთ და სიგანე უნდა ჰქონდეს იმდენი, რომ რულეტს ერთხელ შემოეხვიოს. გადმოვიტანოთ ეს თეთრი რულეტი შავ ცომზე
და ესე შპატელის დახმარებით შემოვახვიოთ გარშემო. ეს შეგიძლიათ გაათხელოთ, გადააგოროთ და დაავიწროვოთ. გავჭრათ შუაზე, გადავიტანოთ სწორ ზედაპირზე, დავაფაროთ და შევინახოთ მაცივარში 20 წუთით მაინც რომ გაცივდეს და ადვილი იყოს დასაჭრელად. მაცივრის მერე უნდა გადმოვდგათ, ჩანგლით დავსეროთ, რომ ხის კუნძებს დაემსგავსოს. დავჭრათ ბასრი დანით. გადავიტანოთ საცხობზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე 15-დან 20 წუთამდე. ძალიან არ გამოაშროთ, ორცხობილა ისედაც საკმაოდ ფხვიერი გამოდის. აი ასეთი ძალიან გემრიელი არომატული ორცხობილები გამოდის თხილის და კაკაოს გემოთი. ძალიან უხდება ცხელ ჩაის ან ყავას. სილამაზისთვის და ზამთრის ეფექტის შესაქმნელად ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. ნახეთ რა საოცარი ორცხობილები გამოგვივიდა. ძალიან გემრიელია, აუცილებლად მოგეწონება და აუცილებლად გამოაცხეთ. მე თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისე შევხვდებით ახალი რეცეპტით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.